დიახ, რუსეთმა ვერ შეინარჩუნა საბჭოთა კავშირი. საქართველოს 1956 წლის 9 მარტის სისხლიანღამეს იგრძნო, რომ ის ცხოვრობდა არასტალინის მიერ აგებულ ქვეყანაში. ეს გრძნობა გამტკიცდა 1978 წელს ენის უკანასკნელი ეროვნული საკუთრების ხელყოფის მცდელობისას საკავშირო ხელისუფლების მიერ. 1988 წელს კი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის ბოლო უფლების წარდგმების მოსინჯვისას საბოლოოდ დადასტურდა. 1989 წლის 9 აპრილი იყო ყველაფერი მის გამო მააშკარავებელი, რომელსაც ემატებოდა 1921 წლის თკივილი და განსაკუთრებით 1901 წლის უსამართლობა. ამ ღამეს გაბედული შეძახილით უარია თქვა ხელახლა ნამშეფერებ და გადასხვაფერების მდომ რუსეთის იმპერიას. 9 აპრილი იყო შექმნილება კისერზე თოქმოდებული ინგლისა, რომელმაც იგრძნო მშობლიური დღის ოდინდელის სურნელი და ვეღარ გაუძლო ამ ამავალი სამსმთვარის უთეთრეს ხუთამშვენიერებას. ამ ღამეს ამოსკოდა წარსულს მერაბ კოსტელოს უღრმესი გულიდან ეს არის უდიდებული სიწამი. 9 აპრილს ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ დამოუკიდებლობისკენ სვლა, შემდეგ დავკარგეთ მისი მსხვერპლშეწირვითი არსი. იგი ისევ ღაღადით იშურს ხელებს ჩვენკენ და ითხოვს უშუალოდ დამონებულ გამასხარებულ თავისუფლებას. 1992 წლიდან დღემდე საქართველოში პოლიტიკა გახდა კაზინო. უფრო ზუსტად მამარდაშვილის სიბური თქმით, პერიფრაზით, პოლიტიკა მეტი გახდა ვიდრე კაზინო. თორემ უკანასკნელში პატარ-პატარა მახიებით გახლავართულ სათამაშო სახლში, იშვიათად მაინც რაღაცას გემოქრა ხელს, ეშმაკის მანქანებით საგანგებოდ მოწყობილ ვამპირთა სასახლეში მოგება შეუძლებელია. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კაზინოში თამაში ფულზეა, არა საკუთარ პოლიტიკაში კი სულზე, აღარც იქნება გასაკვირი, თუ ჩვენი სახელმწიფო სახლი, ესე იგი პოლიტიკური კაზინო, თავისი დამხმარე ნაგებობების შემწევებით იქცა სასულო სავალუტო გადამწყვეტ ჯიხურად. როდესაც დასავლეთს არ უნდოდა რუსეთთან აშკარა დაპირისპირება, მოკლეს გამსახურდია. როდესაც მოინდომეს რუსეთზე შეტევა, გადმოასვენეს იგი საქართველოში, აამაღლეს მთაწმინდამდე და ჩაწყობილი ტოტალიზატორებით მოიგეს მის მომხრეთებულები. თუმცა ვისი სულიც ვერაფერ მოიგეს უცენ, სწორედ გამსახურდია გახლდათ. ხომ გვახსოვს, როგორ ურჩევდნენ მას ხელისუფლებიდან წასვლას, შევარდნაძის სასარგებლოდ. ეს იქნებოდა სულიერი წინამძღოლი ერისა, ხოლო შევარდნაძე ქვეყნის მმართველი, გოგიგა ჩეჩევაძე. შეთავაზება არ მიიღო, ამიტომ აიძულეს სამშობლოდან წასულიყო. მოკლა არ უნდათ მათთვის მიუღებელი გარემოება იქმნებოდა. პირველად სურდათ, რომ არჩევნებში ერთპარტიულ მაჟორიტარულში მოექციათ ეროვნული მოძრაობის ნაკადი გუმბარდის გაპრეზიდენტებით გორბაჩოვი ჩვენ თავაგვიანეთ რესპუბლიკებისთვის დამოუკიდებლობის მიცემა ვერ მოახერხეს. შემდეგ მრჩევლების სახით ტეტჩერი და ნიქსონი გამოუშვეს. საქართველოს გზიდა რომ არ გადაეხვია და ლიბერალური რეფორმები გაეტარებინა. მერე ბუშმა აუცილებლად მიიჩნია ერთიან სივრცეში ყველა რესპუბლიკის ყოფნა რუსეთთან ერთად ბალტიისპირეთის გარდა. სვეტ გამსახურდეს მოსთხოვეთა ნამშრომლმა კრემლთან, გორბაჩოვთან, საერთო გეგმით საქართველოს შეიძლება ითქვას დაემუქრა. ვერ გააგებინეს. შემდეგ დაიწყო სახლიდან შეტევა. მოსკოვის აგვისტოს პუტჩის გამო არტილერიული დაბომბვის ფონზე მიტინგები, დემონსტრაციები, წადი. ეროვნული ძალის ენერგიის ხელში მოქცევის სურვილი და აუცილებლობა. მერე ამ ძალის დამცირება ყველა საშუალებით, უგონობა, არაპროფესიონალიზმი, შიზოფრენია, ხელმოწერულობა, დამოუკიდებლობის იურიდიული სამართლებრივი არაკვალიფიციურობა, სოფლელობა, მუსულმანებთან კავშირი, ცივილიზაციური ჩამორჩენილობა, იზოლაციონიზმი. არ გეჭრა. მერე სახალხო აჯანყების სახით სახელმწიფო გადატრიალება. ელცინის დასათეზე უარის თქმისთვის უზენაესი საბჭოს, იგივე არჩეული ორგანოს, ამდენად ხალხის ნების ეროვნული ძალის კანონიერების მითვისების დიდი მცდელობა არ გამოვიდა. ქრომი ვერ შეგვივის. პირდაპირ მოურიდებელი თავხედური პოლიტიკური ქუჩის მაგალითი სამხედრო საბჭოს სათავეში შევარდნაძე. მოძნაურების დაცემის ყოველგვარი დემოკრატიული მიღწევის ნიმუში, სახელმწიფო მეთაურის 20%-იანი არჩევნები ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერით. სვეტგამსახურდი მარადატობა სხვა გზა ურთაბობის გეზის უცვლელობის თავგანწირვის გამო ტერს უნდა გამოამშოვანებინა თავი. აჩვენებდით უკვე მაშინ 1992 წლის 26 მაისს მეგობარი ბეიკერი რესპუბლიკის მოედანზე შევარდნაძესთან ერთად მოქმედი სახელმწიფო მდივანი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოქმედი მხედრიული ფილარმონიასთან. ის არ ცხრება საქართველოში დაბრუნებასაც კი ბედავს. უკვე მეტისმეტად შემაწუხებელია მისი ქართველების ხარისხი. უკვე აუტანელია და საშიში თავისი უტეხი ეროვნული რწმენით დასავლეთის ახალი გავლენის სივრცეში თავისუფლად მომყოფი. მისთვის აფხაზეთის ცოდვის საკითხება სწორედაც რომ დროულია. თუ მიდის, მაგრამ დიდი თურთით წავიდეს საიქიოს და გადაწყდა მოკვდეს. ცოტა ხნის წინ მერაბ კოსტელოს ხომ ხელს უშლიათ როგორც ზვიადის
მახვილის გვერდზე მყოფი ფარი ჩვენი. იშლება მისი შექმნილი მრგვალი მაგი და იყოფა ორად, სამად. მირბიან ავტონომიურ აბაშიძესთან, შევარდნაძის არჩევნებში და მისივე ოპოზიციასთან. რის შედეგად სხვა გზა აბნეულ და აბნეულ და გაუბედურებულ ადამიანებთან ერთად საბოლოოდ უვარდებიან მტერს კლანჭებში. თქვენ, მხოლოდ თქვენ გიძღვნით ვარდებს ახალი რევოლუცია. ამერიდან ეროვნული ძალა საიმედო ხელშია. იწყება პროფესიონალური, თავდაჯერებული, გამბედავიცდები ეროვნულ სულზე, არაეროვნული გვერდების დამყნობისა. საქართველოში რევოლუცია არ მოხდა არასდროს. ჩვენ ჯერ არ ვიცით რა არის რევოლუცია და არც არასოდეს ვყოფილვართ ამისთვის მზად. მას განსაკუთრებული უკმაყოფილება, თავგამეტება და ძალა სჭირდება. ჩვენთან არ ხდება, ჩვენთან აწყობენ რევოლუციებს, კეკლს და სურნელოვან რევოლუციებს. ჟვანია ბურჯანაძე და სხვები იყვნენ მემკვიდრეები გორბაჩოვის მიერ გარდაქმნილი, მაგრამ გარდაქმნა შეწყვეტილი საბჭოთა კავშირისა, მოდასავლეთო კავშირისა, ნახევრად დასავლურ, მოდერნიზებულ რუსეთზე თოკებით მიბმული ახალი სამოქალაქო ხელშეკრულებით შექმნილი ახალი სახელმწიფოს კადრი. აქ გუგლის კვერცხი იყო სააკაშვილი. თუ ჟვანია ამბობდა, მე ვარ ქართული მაშასა და მე ვარ ევროპელი, ევროპით გაბლაყვებული, გაევროპელებული კაგებ ცერვის უახლოეს კადრს. ამერიკული მზერა დაკარგულ სააკაშვილს შეეძლო ეთქვა მე ვარ ქართული მაშასა და მე ვარ ამერიკელი. საბჭოეთის ევროპულ ბუდეში ამერიკული გუგული გამოიჩეკა და ქართული კილოთი გუგლის სახელით დაეპატრონა მისი მამობილის ბუდეს. ასე დაიწყო საბჭოელი ქართულის გადაქცევა ევროპელად და ამერიკელად. 2003 წელს რევოლუციის სახე მისცეს იმას, რაც ვერ მოხერხდებოდა ჩვეულებრივი არჩევნებით. 2004-ში მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა არჩევნები, რადგან დასავლეთის მიერ ახალმიწათა ათვისების პირველ საფეხურზე დაკისრებულ მოვალეობათა პირნათლად შემსრულებელი შევარდნაძე აუცილებლად თორებდა პოლიტიკურ ასპარეზს. მათ შვილებმა და შვილობილებმა, სახელმოუხვეჭელებმა და სახელგატეხილებმა დაასწრეს მოვლენებს და მოგონილი უკმაყოფილებით წამოიწყეს ვითომ რევოლუცია. მაშასა და მე ამ ხერხით შენიღბეს და თავიდან აიცილის მოსალოდნელი წარმატებობა. რაც მთავარია, ასე დაიმალა ისიც, რომ საქართველოს სვლა ევროპა-ამერიკისკენ პირველ საფეხურზე უნდა გახორციელებულიყო ამ საქმეში დასავლეთისთვის თითქმის შეუცვლელი შევარდნაძის მეთაურობით და მის როგორც ანტიეროვნული მოვლენის შესანარჩუნებლად აუცილებელი უკანონობის, ძალმომრევობის, კორუფციისა და ანტიდემოკრატიულობის თანხლებით. ოღონდ აქამდე თუ ეს ხდებოდა რუსეთთან ერთად და მასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ახლა იგივე მიმართულება იწენდა რუსეთის გვერდზე ავლით დასავლეთისკენ პირდაპირ ისვლის შესამჩნევად დამოუკიდებელ სახეს. ეს იყო დასავლეთის აღმოსავლეთში შეჭრის ახალი საფეხური. ერთი მხრივ ერაყი და ავღანეთი, ხოლო მეორე მხრივ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები. გაძარცვულია, დანგრეულია საძირკვლებიც კი, მოსახლეობა დაბნეული და განადგურებულია, თავისი სამშობლოდან კარგიან შიშით და გაურკვეველი იმედებით. სწორედ ახლა დრო უცხოური კაპიტალის ჩადებისა, სარფიანი გარიგებებისა, ახალი დასავლური პროექტების განხორციელებისა, ყოველგვარი დაფრქვევების გარეშე. მეტიც, უმცირესი დანაკარგებით, უდიდესი მოგებით, შეიძლება ითქვას სულ მუქდად. ახლა დრო საქართველოს დასავლეთისთვის გადაიქცეს პატარა, მაგრამ მოსახერხებელ ციხესიმაგრედ ჩრდილო სამხრეთის მიზანში ამოსაღებად და კომფორტულ საჩვენებელ კემპინგად კავკასიონის ქედზე. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ერთგან მოსმენილი ფერადი რევოლუციების ყველა სახელმწიფოში წერია. ლიბერალები უნდა გაერთიან ნაციონალისტებთან, მაგრამ ჩვენთან ეს მოხდა სრულყოფილი საკითხი. ისინი არათუ გაერთიან ლიბერალები თავად გახდნენ ნაციონალისტები. მათ ზღვის ტყავში გახოვლებმა ისევე მოატყვეს ქართველები, როგორც ზღვის ტყავში გადაცმულმა იაკობმა იცულა მამამისთან და თავის უფროს ძმას წაართვა პირმშრობა. საქართველოში ნაციონალიზმის თუმცა მოწინავე დემოკრატიული საზოგადოების მიერ დაგმობილი პოლიტიკური შინაარსის მქონე მოძრაობის, ესე იგი, ეროვნულობის დროშით გამოიყვანეს ისინი, ვისთვისაც არანაირი ნაციონალური ღირებულება არ არის ძვირფასი. ჩვენთან ლიბერალიზმის ძალმომრე აგრესიული ფრთა გამოიხსენეს როგორც შიდა, ასევე საგარეო საქმეებისთვის, შიგნით ციხე, გარეთ ცეცხლი. ნაციონალიზმის ეს სახე არ არის ბუნებრივი, ესე იგი, არ არის ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული. უცხოს მიერ შექმნილია ამ ერისავე წინააღმდეგ გამოსაყენებლად და მისი საშუალებით ამ ერის სხვა ერებისთვის დასაპირისპირებლად. ამიტომ ნაკლებად გავს ნაციზმს და მეტად ემსგავსება ტროცკიზმს. ნულოვანი ტოლერანტობა დასავლეთში აღიარებული მოპყრობის წესს ვანდალიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოში იქცა სახელმწიფო მანქანის ერთთან ურთიერთობის უპირატეს სახე. ლოზუნგი ყველა ციხეში არ არის დასავლეთის მისაღების შინ,
სამართლებრივი პროცედურების გზით ყველანაირად ცდილობენ საკუთარ მოქალაქეებს ააცილონ ციხე. პატივება გათვალისწინება შრომდგომარეობაში შესვლა პირობის დადება დასაწყისისთვის ეს არის წესი. მაგრამ გარეთ კოლონიებში როგორც ვნახეთ, სხვა კანონები მოქმედებს ნულოვანი. სინგაპური ყველა სათამაშო პატარებისთვის, ახალბედებისთვის, ბრიყვთათვის და სულ გაყიდულთათვის დაიწყო სინგაპურიზაცია ჩინელთა ინდუსტრია და აფრიკელთა შემოყვით და შესაბამისად პერსონალურ კომპიუტერებზე მეოცნებე თუ ვეღარ მეოცნებე ზედმეტი ქართველების გაძლიერებული გაყრით. რა მნიშვნელობა აქვს გვექნება თუ არა საკუთარი ნაწარმი, რაც დაგჭირდება სადაც იქნება ვიღებთ იქ. ყველაფერი მიმართება შემშავდება. ამის მსგავსად რა მნიშვნელობა აქვს ვინც ცხოვრობს საქართველოში. თუ მკვიდრი მოსახლე მეტად მომთხოვნა ჭირვეულია, ვინც იაფი და დამყოლი მუშახელი იქნება იმას ჩამოვიყვანთ, ვინც ცური გვიждდება და გვეურჩება იმას გავიყვანთ. ნიკოლოზ კიფანიძის ყველაფერი იყიდება და მოკიდებული საქართველოს ოფიციალური კურსი გახდა. იყიდება ყველაფერი გარდა სინდისისა, ნიშნავს მხოლოდ ერთს, სინდისი არ გაქვს. რადგან სინდისი მხოლოდ იმისთვის გჭირდება კაცს, რომ ყველაფერი არ გავიდო. ჟანრის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობა, მას ჰქონდა გაცილებით დიდი დათვრთვა. ეს იყო ნიშანი საქართველოში რუსეთთან ღია დაპირისპირებისთვის მოსადების დასაწყისისა. მათ მოკლეს შევარდნაძის პირდაპირ მემკვიდრე მთელი თავისი შინაური თუ გარეული ხლართით. გამოყენებული ჩვარებით მოისრულეს მამაშვილის მთლიარი გუნდი, ფლიდი უკმაყოფილებით, რომ პატრონს იმედი ვერ გაუმართლეს. კვლელებივე ხოცავენ. თანამედროვე ცივილიზაცია სამართლის სხვა წესს არ ცნობს. ვარდების რევოლუციის წყალობით მენტალურ რევოლუციას დაედო სათავე. ქართველებმა გადალახეს საკუთარი ისტორია, სააკაშვილი. მიზანიც ეს არის. ქართველებმა უნდა გადალახონ საკუთარი, რათა გახდნენ სხვის ისტორიის საკუთრება. სახელმწიფო შედგა. დიახ, რუსეთმა ვერ შეინარჩუნა.